მოგესალმებით, ეს ბათუმელების ლაივია. რუსუდენ შავიშვილი ეჭერის საზოგადოებრივი ჯანაცვის ცენტრის დირექტორი აკეთებს განმარტებას დღეს დაფიქსირებულ შემთხვევებზე. რომელი დამიტკიცებია? 21 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა დღეს ბათუმში, რაც მასშტაბით 45. ნახოთ, რომელ კლასტერებს უკავშირდება ეს ახალი შემთხვევები. მიხარი, როცა შეიყვანდა დავსვამ კითხვას. ქალბატონ რუსუდან რამდენი ახალი ბოდიში რა ტელეფონი მაქვს. ხოდა ეს არის სამი, ანუ გამოდიშეული ახალი. აქედან სამი გახლავთ ეგრეთ წოდებული დაიწყეს ერთი წამი არ მესმელი. ერთი გახლავთ დასწრებულია თანამშრომელი, ორი წყარო გახლავთ უცნობი, დანარჩენი შემთხვევები ყველა არის დაკავშირებული უკვე დადასტურებულ შემთხვევების კონტაქტებს ახმოვანებენ, ისინი იწყებოდნენ მინსკის იზოლაციაში, ვინც აპარატის სივრცეში და იქ არის გამოყენებული. ეს პიროჩი ყოფათ რომ დავიწყოთ სამი ინფიცირებული ერთმანეთთან. ეს ორი ახალია თუ გუშინ დირექტორი რომელიც იყო გუშინ და დავაანონსეთ საეჭვოდ გაღრმავებული კვლევით გამოჩნდა არის. ანუ ჯამში ხარი 4 ყოფის ბაზრობაზე? იმიტომ გუშინ ხო იყო ერთი. გუშინ ორი იყო, მამაშვილი იყო. აი გუშინ 24 გასული 24 საათის განმავლობაში ყოფის ბაზრობას უკავშირდება სამი დადასტურებული შემთხვევა. სწორედ ახლა ამ წუთებში მიმდინარეობს გაფართოებული ტესტირება, ბაზრობა არის დაკეტილი და გახლავთ გუფი არის ეპიდემიოლოგთა გასული ლოკაციაზე და პირდაპირ პროგნოზი რა გაქვს ყოფის ბაზრობაზე, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიზიტორი ყავს, ბევრი თანამშრომელია და როგორია ბაზრობა, დახურულია იმის მიხედვით რამდენი ხანის დასჭირდება სრულად ტესტირებას. იქ მოგეხსენებათ რომ არის მიმდებარე პოლიკლინიკა, პოლიკლინიკებსაც მიმართა მოსახლეობმა, ანუ თვითონ დასაქმებულებმა და პარალელურად მიდის გარე ტესტირება საოჯახო მედიცინის იუსტიციის სახარებები. ერთი დადასტურებული შემთხვევა გახლავთ, დანარჩენი მთლიანად ან თანამშრომელი იუსტიციის სახლის? იუსტიციის სახლის თანამშრომელი მთლიანად გუშინ ღამით მოხდა შენობის დეზინფექცია, დამუშავება, მოიაზრება დაახლოებით დანარჩენი ყველა თანამშრომლის ტესტირება, ვისაც დაუდასტურდება რომ არის ნეგატიური და ყველაზე ნაკლებ შემთხვევაში იყო ამ პიროვნებასთან, ისინი გააგრძელებენ მუშა რეჟიმს. ვისაც დაუდასტურდა ეს მისაღებში იყო თუ რომელიმე კონკრეტულ ნაყოფიერებაში იმუშავა? საიდან იყო? დავამთავროთ, იუსტიცია დავამთავროთ. ორი შემთხვევა დადასტურდა, სხვაჩი ვადასტურდა. გარემოს შემთხვევლობაშიც არის, ანუ კვლევებში პირველი ხარო არ არის შეჯერებით დადგენილი ზუსტად ის შემთხვევები, რომელზეც აკრძელებენ ეს. არავინ არ გააგრძელებს, ვინც არის საერთოდ. იუსტიციის სახლი აგრძელებს. სავარაუდო წყარო ვინ არის ამ იუსტიციის სახლის? დადგენა. სწრაფად პასუხი უფრო სწრაფად მოდის, ვიდრე წყაროს დადგენა, იმიტომ რომ დადგენილი და დადასტურებული პასუხის ეკითხვლევას მოყვება ისინი. დონეს შემთხვევა არ არის არც ერთი ამ ახალი შემთხვევებიდან. იყო ზუსტად ის შემთხვევები, რომელიც მეკითხარით, რომ უკვე დადასტურებული და მკურნალობაში მყოფი ადამიანებთან დაკავშირებული წევრები, აი ესენი არიან. მინისტრის მას დაუდასტურდაო ნინო ჟარაძის. არის და თუ ქონდა მინისტრის მასთან შეხება და შეხება არ ქონდა მინისტრს, ორი კვირით ადრე მისი სამსახურეობრივი დაყალიბებიდან გამომდინარე, თავდაპირველად იყო კვლევაში, და იყო უარყოფითი, განმეორებითი კვლევით დადგინდა და ისიც არის სტაციონარში. რაც შეეხება პედაგოგს, მისი წყარო თუ ცნობილი და ისიერარქიულ გადაწყვეტილება მიღებული პედაგოგთან დაკავშირებით, კავშირი გვაქვს იმ სასწავლო სივრცეებთან, მოგეხსენებათ, რომ თვითონ სწავლის პროცესი არ არის დაწყებული, თუმცა კოლეგებთან უნდა შეხება და ამიტომ დიდი ბრიგადული გასვლა იყო და მოხდა ტესტირება ამ კოდად. ჯანდაცვის სისტემა რამდენად მზად არის, იზრდება ყოველდღიურად ინფიცირებულების რაოდენობა რესპუბლიკურ საავადმყოფოში, როგორც ვთქვით, 170 პაციენტის მიღება არის შესაძლებელი. ეცეთ თუ არა ალტერნატივას უკვე სხვა კლინიკებში თუნდაც? ჯერ არ ჭირდება, იმიტომ რომ ასე ცოტა ოდნავ მეტი არის ჰოსპიტალიზირებული პირები. უმკლავდება რესპუბლიკური საავადმყოფო თავისი რესურსით, როგორც ადამიანური პროფესიონალი, ასევე ტექნიკური რესურსით
მოგეხსენებათ, რომ ის პირები, რომლებიც არის ბავშვებთან დაკავშირებული, ანონსული, ისინი არჩებიან აჭარაში და გადამისამართლებული არიან სხვადასხვა კლინიკებში. ერთი ძალიან პოზიტიური ამბავი იყო, რომ გუშინ საკეისრო კვეთა გაუკეთდა დედას, რომელსაც დადასტურებული ჰქონდა COVID ინფექცია და წამატებულებდა კარგად ცნობს დედაც და შვილიც თავს. ჩვენ COVID ინფექციების საუბრობენ, რომ კლინიკაში არის ანტისანიტარია და ასევე მათ არ მიეწოდებათ ძნელზე არც წყალი და არც მედიკამენტები, რაც ვირუსს უმკურნალებსო. თქვენ ანუ როგორ ხედავთ? კატეგორიულად არ ვადასტურებ, იმიტომ რომ თვითონ ინფრასტრუქტურა რესპუბლიკური საავადმყოფოს მთლიანად შეესაბამება იმ ნორმებს და იცით, რომ განსაკუთრებული სამიზნე არის ინფექციური კონტროლის თვალსაზრისით, ეს ერთი, მეორე, რაც შეეხება ანტივირუსულ პრეპარატებს, ჯერ არ არის საერთოდ მთელ მსოფლიოში გამოგონებული ეტიოტროფული წამალი და ამიტომ მიმდინარეობს სიმპტომატიური მკურნალობა. ეს საერთოდ არ ეძლევათ არანაირი მედიკამენტი. მაგაზე უსიმპტომო ფორმები არ ხალხურ სულ პედაგოგზე შეიძლება ვთქვა. ანუ არ არის არაფერში საკუთარი ტიპები. არის თავი წესებსაც არის. ვერ დავადასტურებ მსგავს ფაქტს. ხალხურ სულ შეიძლება პედაგოგზე ვთქვა. როგორც თქვენ გნებავთ ჩვენგან წყაროს დასახელებას, წყაროს დასახელებით ინფორმაციის, რომ გადავაზუსტოთ ნათია დუმბაძე, რომელიც აჭარის ტელევიზიაში. კი ბატონო, გავარკვევთ მაგასაც და ნახავთ და დაუკავშირდებით, იმიტომ რომ პაციენტის კმაყოფილება არის უმთავრესი და მისი ჯანმრთელობის დაცვა და რამდენად არის ეს სწორი ყველაფერი ნახავთ და გავუკავშირდებით. ხალხურ სულ პედაგოგზე შეიძლება ითქვას, რომ კიდე მიმდინარეობს ინფექციების პროცესება. გასაკვირველია იქ კვლევები მიმდინარეობს, ეს არ არის ერთჯერადი ინტერვიუებისათვის ძალიან სწრაფად მიდის ყველა ეს. ის ბოლომდე რამდენ შედეგს ელოდა რამდენი პაციენტია, როგორია მდგომარეობა და რამდენი 104 პაციენტი არის ახლა სტაციონარში, პაციენტთა მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი. უმეტესობა გახლავთ ასიმპტომური და მცირედ მიმდინარე სიმპტომატიკით, ანუ მძიმე პაციენტი არ არის აჭარაში სტაციონარში. 24 საათის განმავლობაში დილით იქნება გაანონსებული. და რამდენი ელოდებით კადრები დაიწყეს. რამდენი ელოდებით პასუხს ეხლა დღეს. გაწერას არა, გაწერაზე არა. ან ტესტირების პასუხი რამდენი? ტესტირების პასუხი გახლავთ შემდეგი, ანუ კარვებიდან და პოლიკლინიკებიდან შევიდა 199, ანუ იგივე 1000 ტესტია შესული. გეუბნებოდა, რომ მისი მეცნები არ ყავდა, რომ გავწოდეთ ყოველდღიურ უწმეტეს მატება რო არის. ხო არ იგეგმება მაგალითად, აი ხა მოქმედი საავადმყოფოდან გადაყვანა COVID ცენტრში ექიმების და ან ის რო დაიხუროს. ჯერჯერობით არ არის ესეთი ინფორმაცია. და დამატებით შესაძლებელია რომ გაიმართოს COVID, აი ეს ყოველდღიური აფექტებულობა რო იმატოს. ეს გახლავთ ჯანმრთელობის სამინისტროს პრეროგატივა მადლობა. ახლა რუსუდან ამ ეტაპზე რამდენია დონას კლასტერი და დონას კლასტერი შეჭრა? ანუ მინისტრს მას დაუდასტურდა. დაუდასტურდა. კადრებს დიახ, როგორია? 29 და როგორ არის იცით, გუშინ ღამეს ვაღამეზე გავიარე პერსონალურად წრია. ანუ როგორ? ვინ არის თანამშრომელი? ვინ არის თანამშრომლის ოჯახის წევრი, ან შვილი, ან მეუღლე, დედა, მამა, ასეთი, ანუ თვითონ არ არის, მაგრამ ეს არის ვინ იყო ისეთი, რომელიც შევიდა და მოხმარებელი იყო, ანუ და მიირთვა და რაღაცა, დაყოვნების მომენტი უფრო მეტი ქონდა დონაში და ისეთი, რომელიც მივიდა მხოლოდ იყიდა და გამოვიდა ამ დონეზე იყო გუშინ დავაზუსტეთ და ამან მაინც ყველაფერმა ერთად მოიხადა. მომხმარებელი რამდენი იყო გაბედოსთან თუ გახსოვთ ციფრი? ვერ გავგედაც ყველაზე მეტი მაინც თანამშრომელი. ყველაზე მეტი მაინც თანამშრომელი ხო? ლაიფში გაგდა. 23 ყოფა. ერთი ია. ორი ორი წელების ცენტრი დანარჩენი. გარემოს დაცვაზე რამდენია? აჭარის გადაწყვეტილებას ნახე, აჭარის გარემოს დაცვის თანამშრომლებიც არიან ინფიცირებული. მაგრამ ჯერჯერობით არ არის კვლევა დასწრებული. ანუ ამ ეტაპზე ორის წყარო არის უცნობი, ხო? გამოვლენილი ახალი შემთხვევები. ან გარემოს დაცვის სახურია. ანუ ორის წყარო არ არის იდენტიფიცირებული, ხო? ორის ახალი შემთხვევის წყარო. ნახე, იუსტიციის სახლი და გარემოს დაცვის სააგენტო არის დაახლოებით. ერთი წუთით დედე.
რომელი არის ზედამხედველობის დაცვის ზედამხედველობის რომელ წყაროებს უკავშირდება? ხო შეგიძლიათ გითხრათ ეს არანჩენი შემთხვევები, თქვა ამ ხოფის ბაზრობის და იუსტიციის სახლის გარდა. ან დადასტურებული შემთხვევები რომელია, თქვა ქობულეთის სასტუმრო თუ სხვა შემთხვევები? ქობულეთის საერთოდ უყიდი აღარ არის. კლასტერი როგორც ქობულეთ აღარ არც ავალა, არც ასწულო, არც ავერსი, არც ავერსთან დაკავშირებული ქობულეთი ჩათვალე თუ არის. ეს უკვე ამოწყრულია, ხო? ეს ახალი შემთხვევები რომელ წყაროს უკავშირდება, ეგ რო გითხრათ? ბატონო, ეს ახალი შემთხვევები რომელ წყაროს უკავშირდება, დღევანდელი შემთხვევები. გარდა იმისა, რაც უკვე ჩამოთვალეთ. კი, რა გინება ვერ გავიგე. ანუ ახალი შემთხვევებიდან როგორც ვთქვით, არის ხოფას შემთხვევა, ხო? ერთი იუსტიციის სახლი და დანარჩენი შემთხვევები. მოსახლეობის ცირკულაციას უკავშირდება, გამოსულია ვირუსი და უკავშირდება მოსახლეობის ცირკულაციას. კი, ანუ რომელ კლასტერს უკავშირდება, ამას ვერ ვიტყვი. არა, ეს არის კვლევის პროცესი. უხელ ღამეს შემოსული შემთხვევების ეპიდემია გრძელდება. ეს არ არის ტეტ-ატეტ გასაუბრებით, მხოლოდ დაღმავებში კვლევა მიყვება ბოლომდე. ანუ კიდება უშუალო კონტაქტი და შემდეგ კონტაქტის კონტაქტი. ბოლოს ეს იწამი რა ეს აჭარის გარემოები უკვე დადასტურებული კონტაქტებია. დიახ. აი რაღაც ჯერჯერობით არის კვლევაში. რაღაცა გამოსდება რა ეს იყო რუსუდან შავიშვილი, აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი. მან გააკეთა განცხადება დღევანდელ შემთხვევებთან დაკავშირებით. დღეს ბათუმში სულ 21 ახალი შემთხვევა გქონდა. აქედან 3 იყო ეგრეთ წოდებული ახალი კლასტერის ხოფას შემთხვევა. ქვეყნის მასშტაბით კი დაფიქსირებულია სულ 45 ახალი შემთხვევა. სულ ამ დროისთვის დღეს 8 სექტემბერია და გვაქვს დაფიქსირებული შემთხვევების რაოდენობა 1729. გამოჯამრთელდა დღეს 6 ადამიანი და ჯამში გამოჯამრთელებული ადამიანების რაოდენობა შეადგინა 1321. რაც შეეხება ბათუმს, როგორც ახლა ჩვენ გვითხრა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა რუსუდან შავიშვილმა, რესპუბლიკურ საავადმყოფოში ამჟამად არის 104 პაციენტი, არც ერთი მათგანის მდგომარეობა მძიმე არ არის და დღეს გამოვლინდა 21 ახალი შემთხვევა, მათ შორის 3 არის ახალი ხოფის ბაზრობის, ეგრეთ წოდებული ხოფის ბაზრობის კლასტერი შეიძლება უკვე ასე დაეთქვას, რადგანაც გრძელდება კვლევები კონტაქტირებული პირების, ვისაც დაუდგინა კორონავირუსი და როგორც დღევანდელი ბრიფინგიდან გავიგეთ, ხოფის ბაზრობა არ გაიხსნება, ვიდრე ეპიდსიტუაციის კვლევა არ დასრულდება ხოფის ბაზრობის ტერიტორიაზე და არ გამოიკვლევენ ყველა იმ პირს, რომელსაც ჰქონდა შემხებლობა ინფიცირებულ პირებთან. ჩვენ მოვისმინეთ რუსუდან შავიშვილის გამარტება, მოკლედ ასეთია მონაცემები. დღეს 8 სექტემბერია 21 ახალი შემთხვევა გვაქვს ბათუმში, ხოლო ქვეყნის მასშტაბით არის 45 ახალი შემთხვევა. დარჩით ჩვენს არხზე ბათუმელები G, ნეტგაზეთი G და ნახეთ განახლებული და რაც თავარია სანდო ინფორმაცია. დიდი მადლობა რომ გვიყურებთ. მე ჟურნალისტი ჯაბანანიძე ვარ. ეს ბათუმელების ლაივი იყო დროებით.